გამარჯობა, დღეს 21 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1972 წლის 21 მაისს დაიბადა ამერიკელი რეპერი ნოტარიუს B.I.G. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან ფიგურად ჰიპ-ჰოპის ისტორიაში. 2020 წელს ის შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 1986 წლის 21 მაისს დაიბადა ხორვატი ყოფილი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მიუნხენის ბაიერნი, მადრიდის ატლეტიკო, იუვენტუსი და მილანი. 1996 წლის 21 მაისს დაიბადა რუსი ჩოგბურთელი კარენ ხაჩანოვი. ის არის ATP ტურნირების 7 გზის გამარჯვებული. 1985 წლის 21 მაისს დაიბადა ბრიტანელი რეპერი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კანო. 1977 წლის 21 მაისს დაიბადა სამხრეთ აფრიკელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი κουინტონ ფორჩუნი. ის კარიერის მანძილზე თამაშობდა მალიორკაში, მადრიდის ატლეტიკოში და მანჩესტერში. 1471 წლის 21 მაისს დაიბადა გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გერმანიის აღორძინების ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, ალბრეხტ დიურერი. ის ითვლება გერმანული რენესანსის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად. 1986 წლის 21 მაისს დაიბადა კანადელი ყოფილი ჰოკეისტი გრეგ სტიუარტი. 1966 წლის 21 მაისს დაიბადა ინგლისელი სნუკერის მოთამაშე სტიუარტ ბინგემი. 1874 წლის 21 მაისს დაიბადა ქართველი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრის მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი შალვა დადიანი. 1937 წლის 21 მაისს დაიბადა ქართველი და საბჭოთა მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი სოფიკო ჭიაურელი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ კინოფილმში. ის ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც 7-ჯერ დაჯილდოვდა პრემიით საუკეთესო ქალის როლისთვის საერთაშორისო კონკურსებზე. ის მონაწილეობს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიც არის რაც გინახავს ვეღარ ნახავ, ვერის უბნის მელოდიები, ნატრის ხე, დათა თუთაშხია და მრავალი სხვა. სოფიკო ჭიაურელი ორჯერ იყო გათხოვილი. პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა ცოლად, შემდეგ კი კოტე მახარაძეს. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.